სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა. ყველამ ვიცით, თუ რა დღე არის დღეს. დღეს ადამიანად მოსული ღმერთის ტანჯვის, ტკივილების, შეურაცხყოფის, ცინიზმით მისი მოკვდინების დღე არის. ვინ ჩაიდინა ეს? ჩვენ ხშირად გვითხოვს, რომ არ შეიძლება გავიშვიროთ ხელი კონკრეტულად ვინმესკენ. ეს საშინელება, სამყაროში ყველაზე დიდი ბოროტება ჩადენილი იქნა ზოგადად ადამიანების მიერ. კაცობრიობა მთლიანად მოიძულა იგი, ადამიანად მოსული ღმერთი და ამით აჩვენა, რომ ეს სოფელი მართლაც რომ ბოროტებაშია ჩაძირული, რომ თავადი ამ სოფლისა არის სატანა, რომ ეს ყველაფერი ადამიანების ბრალია და ყველაზე დიდი ძღვენი, ყველაზე დიდი ნიჭი, რაც ადამიანს მიეცა თავისუფლება, როგორ არასწორად და ცუდად არის გამოყენებული. რომ ადამიანს დაცემული ბუნება აქვს და მიდრეკილია ცუდისკენ, ბოროტებისკენ, მზაკრობისკენ, გულქვაობისკენ, გულგრილობისკენ, შურისკენ, ანგარებისკენ, პატივმოყვარეობისკენ, სიამაყისკენ. და ეს ყველაფერი იმდენად არის გამჯდარი ჩვენში, რომ მისგან განთავისუფლება არ შეგვიძლია. ამას კიდევ ემატება ერთი დიდი უბედურება, რომ ამ ყველაფერს ჩვენ ვერ ხვდებით და ვერ ვცნობთ. და საკუთარი თავი მოგწონს, საკუთარი თავით ვიკვეხნით და ჩვენი ადამიანობა რაიმე გომია. მაგრამ ჩვენ ისიც ვიცით, რომ რასაც ეკლესია გვასწავლის, ჩვენ საცხოვნებლად გვასწავლის. ჩვენ ისიც ვიცით, რომ ყოველი დღე, როცა რაიმე აღესრულება ეკლესიაში, აღესრულება არა იმიტომ, რომ რაიმე გავიხსენოთ, უბრალოდ არამედ იმიტომ, რომ თანამონაწილენი გავხდეთ. თანამონაწილე გავხდეთ ნიშნავს იმას, რომ განვიცადოთ და თითქოს და დრო უნდა წაიშალოს ჩვენთვის ეს 2000 წელი არც კი უნდა არსებობდეს და ეგეც არის, ღმერთთან დრო არ არის და ჩვენც უკრავნი ვართ და ამიტომ უნდა ვიყოთ თანამონაწილენი ისე, რომ თითქოს ეს 2000 წელი გასული არც არის და მოყოფებით იქ იმ მოვლენებთან, როცა ესათვის მოვლენა ხდებოდა, როცა ეკლესია ამათვე მოვლენას იხსენებს. მაგრამ ვიცით ისიც, რომ ძალიან ჭირს ხოლმე. ძალიან ჭირს, რომ თანამონაწილე ვიქნათ და სამწუხაროდ ძალიან ხშირად ჩვენ საეკლესიო დღესასწაულების ან რაიმე დღეების მხოლოდ გარეგანი მაყურებლები ვრჩებით, თითქოს რაიმე თეატრი იმართებოდეს და ჩვენ უბრალოდ შორიდან მაყურებლები ვიყოთ და ემოციურად ცოტა შეიძლება რაღაც განვიცადოთ ან გაგვიხარდეს, ტაშს არ დაუკრავთ, მაგრამ ხშირად არაფერი უკლია, ან კიდე თქვა შეიძლება ცრემლი წამოგივიდეს, მაგრამ ასეთი ამგვარი ცრემლი ამგვარად წარმატებით ჩვენ შეიძლება რამე სანახაობის დროსაც წამოგვივიდეს, როცა რაღაც დრამას უყურებთ. ხოლო განცდა სულიერი სულ სხვა რამეა, ვიდრე უბრალოდ გზნობის მიერი აღქმა იმისა, რაც შეიძლება ხდებოდეს. იმიტომ რომ განცდა, ჭეშმარიტი განცდა რელიგიური მოხდება მაშინ, როცა ეს ყველაფერი ჩვენ შიგნით იქნება. და ჩვენ ვიქნებით არა უბრალოდ პასიური გარედან მაყურებლები, არამედ შინაგანად ვიქნებით თანამონაწილე. ნებისმიერ დღესასწაულზე, საეკლესიო დღესასწაულზე, ნებისმიერი დღის გახსენების დროს ძალიან რთულია თანამონაწილე ვიყოთ ყოველივე ამისი, მაგრამ განსაკუთრებულად ეს რთულია დღევანდელ დღეს. ერთ-ერთი ყველაზე რთული ალბათ სწორედ ეს არის, ან შეიძლება ყველაზე რთულიც კი. რატო? იმიტომ რომ ჩვენ არა უბრალოდ ცოდვილები ვართ, არა უბრალოდ დაცემული ბუნება გვაქვს. არა უბრალოდ სიყვარულის უნარი არ გვაქვს და ჩვენში ეგოიზმი და ანგარება და ასე შემდეგ ეს უბედურებანი ბატონობს, არამედ ჩვენ ვართ იმ ეპოქის შვილები, როდესაც უკვე ფაქტობრივად დაკარგული არის თანაგზნობის უნარი. მით უმეტეს დღევანდელ დღეს ჩვენ ერთმანეთის ტკივილის, ჩვენ საკუთარი ახლობლების ტკივილის კი აღარ ვტკივა, ისე როგორც უნდა ვტკიოდეს. ჩვენ უცნაური რაღაცას გვჭირს, ჩვენ საკუთარი თავის მიმართაც კი გულგრილი ვხდები და საკუთარი თავის სიყვარულიც კი აღარ შეგვიძლია, როგორც ეს საჭიროა. და ამის ყველაზე ესეთი ძლიერი გამოვლენა არის ის არასწორი ცხოვრების წესი, რომელიც დღევანდელ საზოგადოებას აქვს და ის სასოწარკვეთილება, რომელიც ადამიანს აქვს.
როცა მინიმუმამდეა დაყვანილი სიხარულის განცდა, ოპტიმიზმი, იმედი და ასე შემდეგ. არადა საკუთარი თავის სიყვარულიდან გამომდინარე არის სწორედ მოყვასის სიყვარული. კი ყვარდესო მოყვასი როგორც sakutari თავიო და როცა საკუთარი თავის სიყვარულიც არის მოყვასი როგორ შეიყვარებ. ხოლო მოყვასად მიერთგულება ძალიან კარგად ჩანს ხოლმე. როგორი ურთიერთობა გვაქვს ჩვენ ერთმანეთთან აქ მრევლში, ოჯახებში და განსაკუთრებულად ეს ჩანს ხოლმე ასევე როცა ახლობელი გარდაეცვლება ადამიანს და მის ცხოვრებაში რამე განსაკუთრებულად არც კი იცვლება ხოლმე. დღევანდელი პირობები εμას ძალიან უწყობს ხელს, ჩვენ მივეჩვიეთ ყველაზე საშინელება სამყაროში, რომელსაც სიკვდილი ქვია. მივეჩვიეთ, მიგვაჩვიეს, ახლა ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. ეს ყველაფერი იმიტომ ვთქვი, რომ ჩვენ დღეს უფლის ჯვარცმას ვიხსენებთ და გვევალება ღვთის წინაშე ვალდებული ვიყავთ, რომ განვიცადოთ თუ რა მოხდა, თანაუგზნოდ, გვეტკინოს. ეს ყველაფერი მთელი საეკლესიო მსახურება ისია აწყობილი, რომ ჩვენ ეს გვეტკინოს და განვიცადოთ. წმინდა მამები, რომლებიც აი ამ მსახურებას ადგენდნენ, მთელი ეს ტიპიკონი, რომელიც არის შედგენილი, არის სწორედ იმისათვის, რომ ადამიანები თანამონაწილე ექნან. აი ამ ტკივილებს უფლისა, მაგრამ მე მიჩნდება ესეთი აზრი, რომ ეთყობა მაშინ, როცა ეს ყველაფერი წმინდა მამების მიერ იყო შედგენილი, მაშინ ადამიანი გაცილებით უფრო სულიერი და ფაქიზი იყო, სულიერად და მზნობიარე და მათ ზეს მოქმედებდა, ხოლო ჩვენზე დღეს აღარ მოქმედებს ისე როგორც საჭირო არის. აქედანაც ჩანს თუ რა შორს ვარ ჩვენ ქრისტესგან, უფლისაგან. არა და ამის გარეშე არაფერი არ გამოდის. ჩვენ ვარ ვიქენით თანამონაწილე შინაგანად, მხოლოდ გარეგან მაყურებლება დავრჩებით, როგორც ხშირად გვითხოვს და ჩვენი სულისათვის საცხონებელი ეს არ იქნება და ყველანი სულის საცხონებლად ვარ და არა სხვა რაიმესათვის. ხოლო ის რაც მოხდა 2000 წლის წინ და ამაზე ვთქვით, რომ ჩვენ ყველანი ვართ დამნაშავენი, მთელი კაცობრიობა როგორც ასეთ და არა მარტო კონკრეტულად ადამიანები, რომლებმაც ეს გააკეთეს. ამას დანახვა უნდა საკუთარ თავში, რომ შესაძლებლობა ძალიან დიდია, რომ ჩვენ ვერ ვიქნებოდით იმ ცირეოდან სამწყსოში, რომელიც ქრისტეს მოწაფეები იყვნენ და ჩვენ ალბათ უკეთეს შემთხვევაში ვიქნებოდით იმ გულგრილ არმიაში, რომლებიც თავის საქმეს აგრძელებდნენ და სულაც არ ედარდებოდათ მაშინ გოლგოთაზე რა ხდებოდა. უარეს შემთხვევაში შეიძლება ყოფილიყავით ჯვარცმელებს შორის, თუნდაც იმით, რომ გვეყვირა ჯვარსაცუ ეგე, ან ყოველ შემთხვევაში გულით დავთანხმებულიყავით იმ დროინდელ ავტორიტეტებს, რომლებიც იყვნენ მოძღვარნი და ფარისეველი და წიგნობარი. ყოველ შემთხვევაში ჩვენ რო გაინტერესებდეს, როგორები ვიქნებოდი და კარგად ჩავიხედოთ ხოლმე საკუთარ სულში. მით უმეტეს ერთია, როცა სად ვიქნებოდი და უნდა შევინანოთ ყველა შემთხვევაში. და მეორე, რა მოხდა? ესეც უნდა გავაცნობიეროთ, მე გუშინ თვალსწრაფი ქადაგებაში გითხარით, რომ სარწმუნოებრივი ცხოვრებისათვის და სული ცხოვრებისათვის ჩვენთვის, ჩვენერი არამარტივი ბუნების ადამიანისათვის არ არის საკმარისი. მხოლოდ რაღაც ლოცვას რო უწოდებთ ხოლმე და სინამდვილეში ლოცვა არ არის. ჩვენ ცოდნაც გვჭირდება. ცოდნა და ლოცვა, რომლებიც ერთმანეთს აძლიერებენ და ჩვენ გვზდიან სულიერად. და უნდა ვიცოდეთ რა მოხდა. წინასწარ ვიტყვით, რომ ჩვენ ვერასოდეს ვერ მიხვდებით ბოლომდე რა მოხდა, იმიტომ რომ უდიდეს საიდუმლოებასთან გვაქვს საქმე. რა თქმა უნდა, ჩვენ შეიძლება ზნეობრივი განმარტება მივცათ რა მოხდა. ღმერთი, რომელიც უუნებოა, რომელსაც არაფერი არ სტკივა. იმიტომ რომ იგი ყოვლად კმაყოფილი, ყოვლად ნეტარი, ყოვლად ბედნიერი, მოდი ასე ვთქვათ, არსება არის. ის ადამიანურ ბუნებას იღებს. პიროვნულად ღმერთი ბუნებით არის რა ღმერთი თავისთავად ცხადია, მაგრამ პიროვნულად ადამიანი ხდება. და ყველაფერი, რაც შეიძლება ადამიანს დაემართოს, მას ემართება. და ჩვენ როცა ნეკათითი ვტკივა, ხომ რა ვიტყვით, რომ აი მე ნეკათითი ნეკამ მტკივა, მაგრამ ვის მტკივა? მე მტკივა, ხო? პიროვნულად მე ვწუხდები. მართალია ნეკათითი დიდი არაფერი შეიძლება არ არის, მაგრამ მე ვწუხდები, მე ვიტანჯები, სუბიექტი მე ვარ. ხოლო როცა ქრისტეს ტკიოდა, სუბიექტი ღმერთი იყო, აი ეს უნდა გავიაზროთ ჩვენ. სუბიექტი იყო არა ადამიანი. იგი პიროვნულად არ იყო არა ადამიანი, არამედ იგი პიროვნულად ღმერთია, ღმერთია და ამიტომ ვის ტკიოდა, როცა ჩვენ ვიტყვით? ღმერთს ტკიოდა. ჯერ ამის დატევნა არანაირ გონებას არ ძალოს და იმიტომ არსებობს უამრავი
მილიონობით, მილიარდობით ადამიანები არსებობენ, რომლებიც ქრისტიანობას ვერ იტევენ იმის გამო, სწორედ რომ მათ არ შეუძლიათ აი ამის გააზრება და არც არავის არ შეუძლია. როცა ქრისტე ყვდებოდა და იტანჯებოდა, ვინ იყო სუბიექტი, ვინ იტანჯებოდა? ხო გესმით, ხორცი არ არის, ხორცი ობიექტია. ვინ იტანჯებოდა? ღმერთი იტანჯებოდა. აი ეს აბსურდი, როგორ შეიძლება ღმერთი იტანჯებოდეს, რეალურად მოხდა. და ქრისტე როცა იბრძვის ბოროტების წინააღმდეგ, რომელიც ვლინდება უზნეობაში, ქრისტე უზნეობის წინააღმდეგ იბრძვის როგორც ადამიანი და როგორც ღმერთი საკუთარ თავს არასოდეს ეხმარება. გახსოვთ უნდა გამოსდა უდაბნოში და ყოველ ან გაქცევა პატარა რო იყო გამძლეობა და მშობელმა რო წაიყვანეს ეგვიპტეში, იგი არასოდეს არ ავლენს თავის ღვთაებრივ ძალმოსილებას. იგი როგორც ადამიანი, ადამიანურად, ზნეობრივად ებრძვის უზნეობას და სწორედ ადამიანურად ამარცხებს იგი. და როგორც ხშირად გითხოვს, იგი როგორც ღმერთი თავის ძალმოსილებით, მხოლოდ მაშინ ერევა. ჩვენი გამოხსნის საქმეში, როცა სული ჯოჯოხეთში ჩადის. სული ჯოჯოხეთში ჩასვლამდე იგი თავის ღვთაებრიობას ნაკლებად ავლენს, ხოლო სხვების დასახმარებლად ხოლმე, როცა თქვაც ვიღაცას უჭირს, იგი ზნეობრივად იმარჯვებს. მაგრამ ეს მხოლოდ ზნეობრივი განმარტებაა. ეს სულაც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ჩვენ გავიგოთ, რა მოხდა მაშინ ჯვარზე. გაცილებით უფრო დიდი სიღრმეა ჩვენს გამოხსნაში, ვიდრე რომ უბრალოდ ზნეობრივი გამარჯვება, იმიტომ რომ თუ ქრისტე ზნეობრივად გაიმარჯვებდა მხოლოდ და სხვა არაფერი არ მოხდებოდა, მან გაიმარჯვა, მაგრამ მე ვერ ვიმარჯვა. ის არგუმენტი, რომ მან გაიმარჯვა, იმიტომ რომ ღმერთია და მე ვერ ვიმარჯვებ, იმიტომ რომ ადამიანი ვარ, მისაღები არ არის, იმიტომ რომ მას ისევე სტკიოდა როგორც ჩვენ და მას გაცილებით უფრო მეტი ტკივილი მიაყენეს, ვიდრე ჩვენ გვადგება ტკივილი და მას გაცილებით უფრო ტკიოდა ზნეობრივადაც, იმიტომ რომ მას საკუთარი შვილები კლავდნენ. მაგრამ მეორე მხრივ ადამიანში დევს თავგანწირვის უნარი და ჩვენ ვიცით კაცობრიობის ისტორიაში წარმართებიც კი გასავსარ გმირობას ავლენდნენ ხოლმე, ხანდახან თავს წირავდნენ. ანუ ზნეობრივი. მაგრამ ახლა ლაპარაკი არ არის მარტო ერთჯერად რაღაც გამარჯვებაზე, ხომ გესმით, ერთჯერად გმირობაზე. მან ბოროტება დაამარცხა, მეტაფიზიკური ბოროტება დაამარცხა ზნეობრივად. იმიტომ რომ გახსოვთ როგორ ამბობს იგი თავის თავზე, ბოროტი, ანუ ეშმაკის ჩემში ვერაფერს ვერ პოვებს. რითაც შეიძლება მას ხელი მოეკიდა მისი ადამიანური ბუნებისათვის. დასაყრდენი არანაირი არ ქონდა მას ეშმაკს მასში. და ეშმაკი გაოცებული უვლიდა მას გარშემო, როგორ ხედავ ჩვეულებრივი ადამიანივით არის და როგორ არანაირი ბიცი, არანაირი ნების ნასახი მასში არ არის და არ არის. და როგორ შეიძლება ყოფილიყო? იგი პირველად ღმერთია, მაგრამ ეშმაკისათვის ეს დიდი საიდუმლოება იყო. ამიტომ მან მეტაფიზიკურ განზომილებაში, სამყაროს მიღბიერ განზომილებაში დაამარცხა ბოროტი. რაც არც ერთ ადამიანს თავისთავად ცხადია არ შეუძლია. მაგრამ მარტო როგორც გითხარით, მარტო ზნეობრივ გამარჯვებაში არ არის საქმე და გაცილებით უფრო დიდ საიდუმლოებასთან აქვს საქმე. ერთ-ერთი, რითაც ჩვენ შეიძლება ცოტათი მივუახლოვდეთ ამ საიდუმლოებას, ამაზე ჩვენ ადრე ხშირად ვისაუბრეთ, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ, ეს არის ის, რომ ყოველი ადამიანი ერთი ბუნებისანი ვარ. თითქოს მთელი კაცობრიობა ერთი ორგანიზმია, იმიტომ რომ ერთი ძირიდან ვართ ამოსდილი, ამ ძირს ადამი ქვია. ადამიდან ამოსდილები ვართ, სუყელანი და ერთი დიდი ხის ნაწილები ვართ. რტოები ვართ. და ქრისტე როგორც ადამიანი, ამ დიდი ადამიანური კაცობრიობის ხის ერთ-ერთი პატარა რტო არის, ადამიანური. და როცა მასში მის ადამიანურ ბუნებაში გააღმრთობა მოხდა, იმიტომ რომ ღმერთს შეუერთდა შეურევნელად, მაგრამ მარადიულად. თითქოს კი არა ეს ღვთაებრივი გამოხსნის მადლი, უშრეტი წყარო სიცოცხლისა ქრისტედან იყო რა იგი შეერთებული ამ კაცობრიობის ხეს თავის ადამიანურ ბუნებით მთელ ამ ხეში პოტენციურად გადმოვიდა. პოტენციურად, იმიტომ რომ კაცობრიობა ხომ ახლა ხე არ არის. თითოეული რტო ცალკე პიროვნება და თავისი არჩევანით შეუძლია მან შეზღუდოს ეს მადლის მოქმედება, ან მიიღოს. ანუ თვითონ ქრისტეს განკაცებით უკვე იწყება ჩვენი გამოხსნის საიდუმლოება, რომელიც დაგვირგვინდა მისი ჯვარცმა და შემდეგ უკვე ჯოჯოხეთში ჩასვლი და ამაღლება. ჩვენ რაც არ უნდა ვისაუბროთ, ბოლომდე ვერასოდეს ვერ მივხვდებით ამ დიდ საიდუმლოებას. ერთადერთი გზა ამ საიდუმლოების ამოხსნისა ისევ და იქ არის, ითაც დავიწყეთ. თანამონაწილენი უნდა გავხდეთ ქრისტეს ცხოვრებისა. რამდენად არის ეს შესაძლებელი? არის ეს შესაძლებელი, იმიტომ რომ
ჩვენ ნათელღებულნი, მაზიარებელნი ვართ. ჩვენში მუდამ და მუდამ შემოდის ღვთაებრივი მადლი. ჩვენს გულში კვიდრობს ქრისტე. როგორც პავლე მოციქულმა თქვა, ცოცხალია, მე აღარა ვარ, არამედ ჩემში ცოცხლობს ქრისტე. აი ამ მდგომარეობის მიღწევა ყველა ადამიანს შეუძლია, რომ ჩვენში ცოცხლობდეს ქრისტე. იმიტომ რომ ჩვენ რო ნათელ ვიღეთ, წყალში დავეფლენით რა, ჩვენში პოტენციურად და არსობრივადაც მოკვდა ძველი კაცი და დაიბადა ახალი, რომელსაც აღზდა და ფუფუნება და აღზდა და მოვლა ჭირდება, რომ იგი აღიზარდოს. და ჩვენ ამ პროცესში ვიმყოფებით. და რაც მეტად აღიზრდება ჩვენში ის ახალი ადამიანი, რომელიც ნათლისღების ჟამს იშვა, მით მეტი შესაძლებლობა გვეძლევა გავიაზროთ თუ რა მოხდა, მაშინ თანამონაწილე გავხდეთ, იმიტომ რომ ჩვენში პავლე მოციქული თვითყვით რომ ცხოვრობს ქრისტე და ქრისტეს ტკივილებს თითოეული ჩვენთაგანი ატარებს. პოტენციაში, მაგრამ უნდა ვატარებთ. ხოლო ადამიანური სიბრძნე, როცა ჩვენ ვერ გამოვიცდებით ქრისტეს სადმი მსგავსებაში, მაშინ ვერაფერს ვერ მიხვდებით, იმიტომ რომ მაშინ ადამიანური ბუნება, რატო ვერ მიხვდებით? იმიტომ რომ ადამიანური ბუნება ისეთია, რომ ის სხვა რამეს ელოდება ღმერთისაგან. ადამიანური ბუნება, დაცემული ადამიანური ბუნება ღმერთისაგან ელოდება სხვა რამეს და რა არის ეს სხვა რამე? პავლე მოციქულმა განგვისაზღვრა, უпростоრედ წმინდა წერილმა განგვისაზღვრა დღეს უფლისპირი, რომ იუდეველები, ურიები ეძებენ სასწაულს, ხოლო წარმართები ეძებენ სიბრძნეს. ჩვენში იუდეველიც არის და წარმართიც არის. ანუ მთლიანად კაცობრიობა ამგვარია. კაცობრიობა ეძებს სასწაულს და სიბრძნეს. ანუ ღმერთისაგან განსაკუთრებულ დამოკიდებულებას. თქვა ჩემს მიმართ, მე ღმერთს ხო ვეძებ, ჩემი მიზანი ხო ცხონებაა და მე ვეძებ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას თვისა ჩემს მიმართ. მე მისგან ველოდები სასწაულს, რატომაც არა, სასწაულიც არ მაწყენა თუ რამეს, თუ ყოველდღე დავინახავ ღმერთის ძალმოსილებას, ყოველდღე ვიგრძნობ, ყოველდღე ხელს მოვკიდებ, ყოველდღე დავინახავ მის ხელს ჩემ ცხოვრებაში, ის არის ჩემ ცხოვრებაში, მაგრამ მე როს დავინახავ, სული სიფაქიზე მჭირდება, მაგრამ არა, ისე გაუხეშებული ბუნებით. ყოველდღე დამიცავს, დამიფაროს, ის დამიცავს და დამიფარავს და მიცავს და მიფარავს, მაგრამ არა სხვანაირად მინდა მე ეს. მომიწყოს ამ ქვეყნიური კომფორტი, რასაც მე გავიფიქრებ, რასაც მე მოვისურვებ, აღმისრულდეს. ყველაფერი ისე იყოს, როგორც მე მინდა და არა, როგორც მას უნდა. მე ყოველთვის ვეძებ სასწაულს. სასწაული ამ შემთხვევაში არის არა იმდენად მეტაფიზიკური მოვლენა, არამედ რამდენადაც ნიშანი ღვთისაგან. მე ყოველდღე ველოდები ნიშნებს ღვთისაგან. თუმცა მავიწყდება უფლის გაფრთხილება, რომ ათესავი ბოროტი და მემრუში ეძიებს სასწაულს და არ უნდა გამოვცადო მე ღმერთი. რატომ? იმიტომ რომ მე სრული უანგარობა მაცხონებს უფლის მიმართ. სიყვარული უანგარობის გარეშე არ არის, ხოლო მე თუ სულ სასწაულს ვითხოვ, შინაგანად ქვეცნობიერად მე მუდამ ანგარებითა ვარ გამსჭვალული და შინაგანი ჩემი მეტამორფოზა არ არის მომხდარი. ერთი ჩვეულებრივი პირუტყვია, რომელსაც მხოლოდ კომფორტი ჭირდება, კაი ჭამა, კაი სმა და სიამოვნება, მეტი არაფერი. განას დამოკიდებულება ჩვენში არ არის, მებოდადებო. არის სამწუხარო. გარდა ამისა, ჩვენ პირუტყვები არა ვართ მართლა და ჩვენი ინტელექტუალური არსებანი ვართ და სიბრძნეს ვითხოვ, ანუ ჩვენ ყველაფერი გვინდა დაგვიდასტურდეს, გავიგოთ, გავიაზროთ. წავიკითხოთ, წარსულიც, აწყოთ, მომავალიც, ღვთის განგებულებას ვხედავდეთ ესე დაწერილს. და უფალმა დაფარა ჩვენგან ეს. რატო დაფარა ჩვენგან ღვთის განგებულება? იმიტომ რომ თავარი არის არა ის, რომ ხვალე რა იქნება. თავარი არის ის, მე დღეს როგორი დამოკიდებულება მაქვს ღმერთთან. და ჩემი ინტელექტუალური დაკმაყოფილება ვერასოდეს ვერ მოხდება, იმიტომ რომ უნდა გავიაზრო, რომ ჩემი ტვინი ფიზიკურადაც ხო პატარა და სული კიდე ქმნილება. და როგორ შეიძლება მე ჩავწვდე საფრთხო განგებულებას და თავხედობაც არის ამას ვითხოვ. მაგრამ ჩვენ ესეთები ვართ. აბა რა არის საჭირო? ადამიანი იტყვის, არც სასწაულს ვითხოვდი, ანუ ვერც ესე იგი ღვთისაგან ვიღებდე სიკეთეს ჩვენ მე როგორც მესმის ისე, არც მესმოდეს ჩვენ ყველაფერს ვიღებ და ყველაფერი ვიცით რა ჩვენთვის საჭიროა. მთელი უბედურება ის არის, რომ ჩვენ წმინდა წერილი, ეკლესიური სწავლება, ანუ ღვთისმიერი სწავლება არ გვაკმაყოფილებს. და უბედურება კიდე ის არის, რომ არც კი გვაინტერესებს, თორე ყველაფერი ვიცით სინამდვილეში, ყველაფერი მოგვეცა. ნიშანიც არის, სასწაულიც არის, სიბრძნეც არის, ოღონდ ეს ყველაფერი
არა ამ ქვეყნიურია. და მე ვინ გვითხრა ჩვენ რომ ამ ქვეყნიურნი ვართ, რამდენჯერ უნდა გვითხრას ეკლესიამ, რომ ჩვენ პავლე მოციქულის პირით რომ ჩვენ ზეცის მოქალაქენი ვართ. და მივადექით იმ ადგილს, რითაც ჩვენი საიდუმლოების ამოხსნა უნდა დაიწყოს. სანამ ჩვენ ვერ გავაცნობიერებთ რომ ზეცის მოქალაქენი ვართ, სანამ ჩვენ ვერ გავაცნობიერებთ იმას რომ ამ ქვეყნიური ყოველივე სიკეთესა და ბოროტებაც წარმავალია და ყურად მისაქცევი არ არის, მანამდე ვერანაირად ვერ ჩავწვდებით თუ რა მოიმოქმედა უფალმა ჩვენთვის. ვერ გვექმნება იმის განცდა, თუ რა მოხდა, ვერ თანაუგზნობთ მას ტკივილებში. ვერ ვიდგებით იოანე მოციქულივით მის ფერხთით გოლგოთაზე. აქედან გამომდინარე, ყოველთვის უღირსი იქნება ამ სიტყვის ნამდვილი და ცუდი გაგებით, უღირსი იქნება ჩვენთვის ზიარება. და ჩვენი ცხოვრების დასაწყისიც კი არ იქნება. ამიტომ იმისათვის რომ გავიაზროთ დღეს რა ხდება, იმისათვის რომ ჩვენ თანაუგრძნოთ და არ ვიყოთ გულგრილი, საჭიროა ჩვენი ცხოვრების მიზანი კიდევ ერთხელ დავსახოთ. ცოცხალი ღმერთი, ადამიანად მოსული ღვთის ერთგულება, როგორც ჩვენი ცხოვრების ერთადერთი მიზანი. ჩვენ სხვა მიზანი არ უნდა გქონდეს. დანარჩენი ყველაფერი. უბრალოდ ეს არის პატარ-პატარა ნაბიჯები და საფეხურები, რომელიც ამ გზაზე თამგვდევს, რომლებშიც ამ პატარ-პატარა ადამიანურ საქმიანობებში თვით ისეთი დიადშიც კი, როგორც სამშობლოს და ოჯახის სიყვარულია, აი ამ დიადშიც კი, დიად საქმეებშიც, ამ ქვეყნიურში სამშობლოსა და ოჯახის სიყვარულშიც კი, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ კვლავ იმ დიად მიზანს უნდა ვჭრედდეთ და ვხედავდეთ, როგორი მიზანიც არის ცოცხალი ღმერთი და მის დამი ერთგულება. ერთმა მოგცეს ძალა, რომ ჩვენ ეს შევძლოთ. მე ერთხელ მახსოვს რამდენიმე წელს წინ გითხარით, როცა ესეთი ქადაგება ჰქონდა, ეს სავალდებულო ქადაგება, როცა ვალდებული ამ მოდელი ეკადაგოს, ამ დროს გარდამოხსნის წინ, ჩვენ მაშინ ერთხელ ვთქვით, რომ პირობა მივცეთ თქო უფალს, რომ მას უერთგულებთ. და ამ პირობას შემდეგ ყოველთვის ვდებთ თითქოს. უფალი განსჯის, რამდენად ჩვენ ამას ვასრულებთ. მაგრამ ერთი რამე ფაქტია, რომ ჩვენ ძალიან ხშირად გავიწყდება ხოლმე. არათუ ეს პირობა, არამედ თავად ღმერთიც. და ღმერთმა მოგცეს ძალა, რომ ჩვენ ყოველთვის გვახსოვდეს. და კიდევ ერთი, თვითონ უფლის ტკივილებში, როცა იგია როგორც ადამიანი იბრძვის უზნეობის წინააღმდეგ, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სწავლება არის. მე პირად საუბრებშიც მithქვავს. როდესაც ეკლესიაში მოვედი, მე ეს არ ვიცოდი და ძალიან ბევრი დამაყლდა იმის გამო, რომ ეს არ ვიცოდი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სწავლება ქრისტიანობა. მე მეგონა, რომ ყველაფერი არის ღვთისნება. ჩემი ცხონება ღვთისნებაა, აბსოლუტურად ყველაფერი ღვთისნებაა, რაც ჩემს გარშემო მოხდება და ნებით უნებლიეთ აი ესეთი არასწორი, არაქრისტიანული სწავლება ადამიანს პასიურ მდგომარეობაში ამყოფებს. თოთაჩორის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამბოხი იყო ქრისტიანობის წინააღმდეგ ევროპაში, როცა ათეიზმმა ბობოქრობა დაიწყო, ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს იყო. ანუ არასწორი გაგება ქრისტიანობისა, ყველაფერი ღვთისნებაა და შენ არაფერის, შენი ნება, შენ არაფერს არ წარმოადგენ. სინამდვილეში ქრისტიანობა ამას არ გვასწავლის. ეს უფლის ტკივილებში ჩანს, რომ ბოლომდე დაიწვა და დაიხარჯა ჩვენი სიყვარულისათვის და ჩვენ მას უნდა მივბაძოთ, იმიტომ რომ პავლე მოციქულის გვასწავლის მობაძავ ჩემ და იქმნით ვითარცა მე ქრისტესა. ანუ ამით პავლე მოციქული მიგვანიშნავს, რომ ჩვენ ქრისტეს უნდა მივბაძოთ და უფალი გვასწავლის, რომ სასუფეველიც ისა იძულების და ვინც აიძულებს, იგი მიიტაცებს მას და ხაზგასმულია ჩვენი ძალის ხმევა. და ჩვენ უნდა ვისწავლოთ ის, რომ ძალიან დიდი ძალისხმევა უნდა ჩავდოთ ჩვენ სხოვნებაში. როდესაც ჩვენ ასკეტურ ლიტერატურას ვკითხულობთ, უცოდინდრობა ძალიან ცუდი რაღაცა, როცა წმინდა მამებს ვკითხულობთ, ხაზგაწითელ ზოლად გასდევს წმინდა მამების ლიტერატურას, სულ მათ ცხოვრებას, მათ სწავლებას, რომ ადამიანი ბოლომდე უნდა დაიხარჯოს. ბოლომდე. სისხლის დაღვრამდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე უნდა დაიხარჯოს. და თავისი გასაკეთებელი უნდა გააკეთოს, იმიტომ რომ ღმერთი ელოდება შენ სულს, როდის იქნება ის მზად ცხონებისათვის. და აი ამ მომზადებაში ჩვენ გვაქვს ლომის წილი. ჩვენ საკუთარი თავი უნდა მოვამზადოთ იმისათვის, რომ ღმერთს შევხვდეთ. არ უნდა ვიყოთ პასიურ მდგომარეობაში, აი მე არაფერს არ გავაკეთებ. და ღმერთო, შენ აბა შენ იცი როგორ მოამზადებ ჩემს სულს. ეს არის კრეხელური დამოკიდებულება, არაქრისტიანული დამოკიდებულება.
სარწმუნოებისადმი. ცოცხალი ღმერთისადმი, რომელიც ჩვენთვის მოვიდა და ჩვენთვის მოკვდა. და უფლის ჯვარცმაში და უფლის ტკივილში ჩვენ ესაც უნდა დავინახოთ. იბრძოლა მან ჩვენი გადარჩენისათვის. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ საკუთარი გადარჩენისათვის. ეს არის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ჩვენი ცხოვრებისა და აი ასეთ ცხოვრებას თუ მისდევს ადამიანი, მაშინ ადგილი აღარ რჩება გულგრილობისათვის. რატომ? იმიტომ რომ ასეთ ცხოვრებას, სულიერად ასეთ ცხოვრებას, აქტიურ ცხოვრებას ჩვენში მოაქვს დიდი სიხარული, ბედნიერება, თავგანწირვის უნარი, თანაგზნობის უნარი, მადლიერება. ეს ყოველივე ცხოვრებით დაგვირგვინდება. ამინ.